მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგახსენებთ რომ თქვენ კლავაც უყურებთ თქვენთვის ძვირფას გადაცემას წუთი სოფელს რომლის ავტორიც გახლავთ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი პრეგვაძე მე კი ამ კონკრეტული გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი გოგიტა მელიქიძე ვარ ჩვენ დღეს გვექნება საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ ეს არის ღვთისმშობლის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული დიდი დღესასწაული საზეიმო დღესასწაული როგორც იტყვიან სულის საოხი და სულის მოსათქმელი დღესასწაული რომელთანაც დაკავშირებულია ძალიან დიდი ეკლესიური ტრადიცია ჩვენი დედა ეკლესიისა და ეს ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი დღესასწაულთაგანია რომელიც ბევრ რამეს არეგულირებს და ბევრ რამეს სწორედაც ისე წარმართავს როგორც ღვთივსათნო ცხოვრებისთვის და ღვთივსათნო ყოფისთვის არის მიზანშეწონილი ეს დღესასწაული აღინიშნება ყოველ 4 დეკემბერს ანუ დავიმახსოვროთ რომ 4 დეკემბერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია ეს დღესასწაული შედის საუფლო დღესასწაულების რიგში თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ არსებობს 12 საუფლო დღესასწაული და მათგან ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული არის სწორედ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული აქვე ჩავეძიებით ამ საკითხს და უფრო დეტალურად გავმარტავთ რომ საუფლო დღესასწაულები ეხება უფალს იესო ქრისტეს და ეს დღესასწაული ეხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თითქოს პირდაპირ შეხება უფალთან ამ დღესასწაულს არ აქვს მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მაინც საუფლო დღესასწაულად იწოდება იმდენად რამდენადაც თვითონ ღვთისმშობელი როგორც დედა უფლისა ჩვენისა და როგორც დამბადებელი და მშობელი უფლისა ჩვენისა არის სწორედაც იმ რანგის სიწმინდე და იმ რანგის პერსონა რომელიც დიახაც თავისი მნიშვნელობით, თავისი კალენდარული მოვლენებით უფალთან ძალიან ახლოს არის და ამ სიახლოვის გამოხატულებას წარმოადგენს ეს დღესასწაულიც, რომელიც ყოველ 4 დეკემბერს დგება და დგება საზეიმო განწყობილებით რამე თუ ღვთისმშობელი მიყავთ ტაძრად ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება აღენიშნება ამ დღეს და ეს ტაძრად მიყვანება მხოლოდ მისვლას არ ნიშნავს რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მივიდა ეს არის თავისი შინაარსობრივი არსით სავსე დატვირთული თავისი სიმბოლოებით სახარებისეული ქვეტექსტებით დატვირთული დღესასწაულია რომელიც განმარტავს თელ იმ პროცესს რომელიც აი ამ დღესთან არის დაკავშირებული და უშუალოდ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებასთან არის დაკავშირებული ღვთისმშობელი თქვენ კარგად იცით რომ მშობლებს მისას ღვთისმშობლის მშობლებს წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას დიდხანს არ ყავდათ შვილი და ისინი უკვე ასაკში შესულები იყვნენ მოხუცებულობის ასაკი ჰქონდათ და შეიძლებოდა რომ ამ ასაკის მქონე ადამიანებს შვილი აღარც კი ყოლოდათ მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი სასუებას უფლის მიმართ არ წყვეტდნენ და კვლავაც ევედრებოდნენ შვილიერებას რამე თუ თქვენ კარგად იცით რომ ძველ ებრაული ტრადიციის თანახმად უშვილო ცოლ-ქმარი გარკვეული ესეთი ჩრდილს ატარებდა და არ იყვნენ იმ პატივით იმ საზოგადოებრივი პატივით და მიღებული როგორც ეს ყველას ეხებოდა და ყველას უკავშირდებოდა და ამდენად ისინი გარკვეულწილად აი ამასაც განიცდიდნენ ანუ საზოგადოებრივი მიუღებლობა იყო მათ მიმართ და ამითაც იყო განპირობებული ის სწრაფვა შვილიერებისკენ და ის ვედრება უფალთან შვილიერების პატივისა და აი უფალმა მოიღო მოწყალება და უკვე ასაკში შესულ მოხუცებულობის ასაკში მყოფ იოაკიმესა და ანას მიეცათ შვილი და უნდა ითქვას რომ ეს შვილი იმთავითვე აღთქმული იყო უფლისთვის ანუ შეწირული იყო უფლისთვის და აღთქმა მდგომარეობდა შემდეგში რომ თუ კი შვილი მოგვეცემა ამ შვილს მოგიძღვნით
შენ უფალო ჩვენო როგორც მსახურს და როგორც ერთგულს შესას და აი ეს სულის კვეთება ეს კვეტექსტი მათ შვილიერებას თან სდევდა და აქვე უნდა ითქვას რომ ეს არის გამოხატულება უფალთან მინდობისა რომ უფალს იმდენად ენდობოდნენ უფალზე იმდენად იყვნენ სასუებელნი ეს მშობლები ღვთისმშობლისა რომ ელოდებოდნენ შვილს ევედრებოდნენ შვილს ელოდებოდნენ შვილს და უძღვნიდნენ ამ შვილს უფალს აი ეს სამსაფეხუროვანი ნდობის მომენტი თუ შეიძლება ასე ითქვას არსებობდა მათში და სწორედაც ეს დიდი და როგორც იტყვიან უხინჯო სასოება უფლის მიმართ იყო სწორედაც ერთგვარი გარანტი იმისა რომ მათ მიეცათ შვილი და მარიამი 3 წლამდე იზრდებოდა მშობლებთან და აი 3 წლის ასაკში მყოფი მარიამი მიყავთ ტაძრად და აი ეს მისვლა ეს ტაძარში მიყვანება აღენიშნება სწორედ 4 დეკემბერს რომელიც როგორც უკვე ვთქვით საუფლო დღესასწაულად არის გამორჩეული და დადგენილი. როგორ ხდება ეს მიყვანება? ამ მიყვანებას რა თქმა უნდა მშობლები განაპირობებენ და მშობლები უძღვებიან ამ ტაძრად მიყვანების ესეთი სახალხო საზეიმო პროცესს და აქვე უნდა ითქვას რომ ეს მოხდა საზეიმოდ ეს იყო სახალხო ძალიან ისეთი რეზონანსული სახე მისცეს მშობლებმა ამ მიყვანებას თუმცა შეიძლებოდა სხვანაირადაც ყოფილიყო რომ მშობლებს თავისი შვილი წაეყვანათ ეკლესიაში და მისულიყო მხოლოდ თავისი შვილი და ამით დამთავრდებოდა ეს პროცესი მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა და იყო დიდი სახალხო დღესასწაული რომელიც გამოიხატა შემდეგში რომ ღვთისმშობლის ასაკის მქონე ბავშვები მოიწვიეს ანუ მეგობრები მოიწვიეს ღვთისმშობელთან და ის ბავშვები ესწრებოდნენ ამ მიყვანებას და ის ბავშვები ერთგვარად უმსუბუქებდნენ მდგომარეობას 3 წლის მარიამს და მასთან ერთად თანამყოფობდნენ. ასევე მოწვეული იყვნენ ახლობლები, ნათესავები, მეზობლები, მოკლედ აი საკმაოდ ისეთი დიდი საზოგადოება იყო მოწვეული და აი ამ საზოგადოებასთან ერთად დაიწყო მსვლელობა ტაძრისკენ, იერუსალიმის ტაძრისკენ და მიყავთ ღვთისმშობელი, ყოველად წმინდა ღვთისმშობელი და აი ამ მსვლელობას აქვს კიდევ ესეთი რომ ბავშვებს ხელში მისცეს მტრედები, ცოცხალი მტრედები და ბავშვებს ეს მტრედები მიყავთ, თან მიყავთ ხელში დაჭერილი ეს მტრედები მიყავთ თან უფროსებს ანთებული სანთლები უჭირავთ ხელში, ესეთი დიდი კელაპტრები უჭირავთ ხელში და გალობითა და მხიარული განწყობილებით მიემართებიან უფლის ტაძრისკენ. ამ ყველაფერს აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა ბავშვები ამ შემთხვევაში როგორც უბიწოებისა და უმანკოების ესეთი სახეს წარმოადგენენ და მეორეს მხრივ როგორც სოლიდარობა გამოხატული 3 წლის მარიამისთვის გამოხატული სოლიდარობა ერთგვარი მხარდაჭერა მათი თანატოლებისა აი ეს ფაქტები ეს სულიერი საზრისი ერთად იყრის თავს აი ბავშვების აი აქ ყოფნას თან მიმართებაში. მტრედები, რომელიც მიხავთ მათ ეს არის სიმბოლო უმანკოებისა, ეს მოგეხსენებათ ბიბლიური სიმბოლოა მტრედი უმანკოებისა და აი ამ სიმბოლოთ არის ჩართული ამ პროცესში და შემდეგ ტაძრად მიყვანების შემდეგ ამ მტრედებს უშვებენ, ცოცხლად უშვებენ, ცაში მიფრინავენ მტრედები და აი ეს უმანკოება მიდის მათთან ერთად, რომელიც შემდეგ ცაში გაფრინდებიან და აი ესეც სიმბოლური დატვირთვის მქონეა. ასევე ანთებული კელაპტრები სიმბოლო მარადიული ნათელისა, რომელიც თან მიუძღვისა ამ მსვლელობას და თანამდევია ეს ნათელი თანამდევია აი ამ პროცესისა და ეს პროცესი ესეთი სულიერი მუხტით არის აღსავსე და უნდა ითქვას შემდეგი რომ თვითონ მშობლების მდგომარეობა ამ დროს მშობლები რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნატრობდნენ შვილს მიეცათ შვილი და ეს შვილი მიყავთ ახლა ტაძარში და როგორც ცნობილია ეს ტაძარში მიყვანების დღესასწაული ანუ ტაძრად მიყვანების დღესასწაული ღვთისმშობლისა არის ჟამი იმისა რომ ღვთისმშობლი
მშობელი ცხოვრობდა რა ოჯახში, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, ანუ საერო ცხოვრებით ცხოვრობდა 3 წლის ასაკამდე, ტაძრად მიყვანების შემდეგ რჩება ტაძარში, ანუ იმ ტაძრის მსახურთა შორის რჩება და ისინი ზრდიან უკვე 3 წლის შემდეგ და მისი ცხოვრება მთლიანად ეკლესიას თერად ტაძარს უკავშირდება და აი აქაც უნდა ითქვას რომ მშობლებს მიეცა დიდი ნატვრის შემდეგ შვილი და აი ეს შვილი მიყავთ ეხლა და აი ამ შვილს უძღვნიან ეხლა უფალს და სწორედაც მშობლების განწყობილება შეიძლება აი ამ განშორებით თუ შეიძლება ასე ითქვას ანუ ამ მიყვანებით შეიძლება ერთგვარად დამძიმებული და შინაგანი რაღაცა ნოსტალგიური განწყობილების მქონე შეიძლება და ყოფილიყო მაგრამ წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა და ისინი სწორედაც წმინდანებად არიან ერთიც და მეორეც შერაცხული როგორც მშობლები ყოველად წმინდა ღვთისმშობლისა ამ დროს იმდენად მაღალი სულიერების მქონენი არიან და იმდენად დიდი შინაგანი აღფრთოვანება აქვთ სულისა თვისისა რომ საზეიმოდ აღნიშნავენ ამას სიხარულით აღნიშნავენ ამას და როგორც იტყვიან მთელი სულითა და გულით არიან ჩართული ამ პროცესში და თავის ერთადერთ შვილს სწორედაც უფალს უძღვნიან უფალს შესწირავენ და უფალს მიუყვანენ და აი ეს მიყვანება ხაზგასმული აი ამ შემთხვევაში უნდა ითქვას შემდეგი რომ ღვთისმშობელი როდესაც მიიყვანეს ტაძარში ტაძრის საფეხურები როგორც საეკლესიო გადმოცემა გვამცნობს იყო 15 საფეხური და დააყენეს მესამე საფეხურზე და 3 წლის ბავშვმა იქ მყოფთა გასაკვირად იქიდან შეუდგა კიბეებს და დამოუკიდებლად მარტო ეს სწრაფი ნაბიჯით აიარა და აირბინა მთელი ეს 15 საფეხური და ავიდა მაღლა და ესეც იქ მყოფებმა იმთავითვე მიიღეს ღვთის შეწევნად ერთგვარ ღვთისნების გამოცხადებად რამე თუ 3 წლის ბავშვი ამ მაღალ საფეხურებზე აი ესეთი სიყოჩაღით აი ესეთი სიმარდით ვერ შეძლებდა ფიზიკურად ვერ შეძლებდა ასვლას რო არა უფლისნება და რო არა უფლისმიერი შეწევნა და სწორედაც იგუმანეს იმთავითვე რომ უფალი მათთან არის და უფლის შეწევნა გამოიხატა აი ამ ბავშვში გამოვლენილ სიყოჩაღეში გამოიხატა თვითონ ეს 15-იც უნდა ითქვას რომ სიმბოლური ციფრია 3 ანუ მესამე საფეხურზე დააყენეს წმინდა მარიამი 3 ყოვლადწმინდა სამების ციფრია მოგეხსენებათ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი სწორედაც აი ამ სამების მესამე საფეხურზე დგება სახეთ სამებისა ანუ ეყრდნობა ყოვლადწმინდა სამებას ეფუძნება ყოვლადწმინდა სამებას და თავს უძღვნის ყოვლადწმინდა სამებას როგორც უფალს ერთ უფალს აი ამ სამების სამ ჰიპოსტაზად გამოცხადებულსა და ესეთი გამოვლენილს რაც შეეხება აი ამ 3 საფეხურის შემდეგ ასვლას და აი 12 საფეხურისავლას ანუ როგორც უკვე ითქვა 15 საფეხური იყო ეს კიბე მთლიანად 12 საფეხური არის შემდეგ 12 მოციქულის ქრისტეს 12 მოციქულის სახება სიმბოლური სახებაა მისი და ეს 12 მოციქული გახლავთ სწორედ ის მოციქულები რომლებსაც დაეყრდნო და დაეფუძნა ქრისტეს რელიგიური კულტურა ადამიანებს შორის და სწორედ ეს 12 მოციქული გახდა აღმშენებელი შემდეგ იმ ქრისტიანული მრწამსისა და რელიგიური კულტურისა რომელიც იქადაგა რომელიც მოიტანა და რომელიც განუცხადა ადამიანებს ქრისტე ღმერთმა ჩვენმა და აი ამ 12 ციფრის ანუ იმ 12 საფეხურის სიმბოლიკაც ძალიან მნიშვნელოვნად და ძალიან მრავალისმეტყველად უკავშირდება ჩემო ძვირფასებო აი ამ ბიბლიურ რეალობას რომელიც 12 მოციქულთან არის დაკავშირებული 15 საფეხური მთლიანობაში ციფრი 15 ესეც სიმბოლური მნიშვნელობისა ეკლესიური გადმოცემის შედეგად ხას უსვენ აი ამ 15 ციფრს ეს 15 წლის მარიამისთვის არის ნიშანდობლივი რამე თუ 15 წლის მარიამი უკვე სახმრთოდ გამზადებული მხევალია უფლისა
ჩვენისა და აი ეს სამზადისი, აი ეს ესეთი მზაობა, ღვთისმშობლის ესეთი მზაობა სწორედ 15 წლის ასაკში გამოვლინდა და გამოიხატა ჩემო ძვირფასებო და აქაც სიმბოლურად აი ეს 15 საფეხუროვანი კიბე, ანუ სიმაღლე 15 საფეხუროვანი სიმაღლე არის მითითებული და აღნიშნული. რაც შეეხება თვითონ დამოკიდებულებას ამ დღესასწაულის მიმართ დამოკიდებულებას, უნდა ითქვას, რომ ეს დღესასწაული არა მარტო მაშინ როდესაც 3 წლის ღვთისმშობელი მიყავთ ტაძრად, არა მარტო მაშინ აღინიშნა ესეთი ზეიმით, ესეთი სადღესასწაულოდ, ესეთი დიდი სულიერი აღმაფრენით, არამედ ეს სიხარული თან სდევს მთელ შემდეგ პერიოდს, როგორც სახეთ იმისა, რომ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის ტაძრად მიყვანება, როგორც იტყვიან, არამედ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მისვლა ტაძრად, რამე თუ ღვთისმშობელი გახდა დედა უფლისა ჩვენისა და აქვე სიმბოლურად უნდა წარმოვიდგინოთ ის, რომ აი ამ საზოგადოებას არა მარტო ღვთისმშობელი მიყავთ ტაძრად, არამედ მთელი კაცობრიობა მიყავთ ტაძრად, მთელ კაცობრიობას მიუძღვიან ისინი და აი ეს ტაძრად მიყვანების ზეიმი ღვთისმშობლისა არის სახე იმისა, რომ მთელი კაცობრიობა უნდა მივიდეს ტაძრად, უნდა მივიდეს უფალთან და თანამყოფობდეს უფალთან და აი ეს მისვლა არის სწორედაც აი ამ ზეიმში გაცხადებული და ეს ზეიმი, როგორც იტყვიან, გადაეცემა წლიდან წელს, საუკუნიდან საუკუნეს, მოსულია ჩვენამდე და აი ეხლა დგება 4 დეკემბერი, ანუ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება და ამ დღეს თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვცდილობდეთ, რომ რაც შეიძლება ღრმა გააზრებით, ღრმა მაღალი სულიერი სიხარულით ხვდებოდეთ აი ამ დღეს, რამე თუ ტაძრად მიდის ღვთისმშობელი, რომელსაც ეძლევა პატივი იმისა, რომ უფალი ჩვენი, მანამდე არსებული უფალი ჩვენი განაცხოველოს და მოავლინოს როგორც მიწიერი ადამიანი, ანუ დაიბადოს ღმერთი და კაცი უნდა დაიბადოს და აი ხდება უდიდესი მოვლენა ქვეყნიერებაზე, რომ ღმერთი უნდა განკაცდეს, ღმერთი უნდა მოვიდეს და როგორ უნდა მოვიდეს ეს ღმერთი, აი გზა ღმერთის მოსვლისა, ღმერთის განკაცებისა, გზა არის სწორედაც ეს გზა, რომელ გზასაც ღვთისმშობელი გადის, შემდეგ გადის იმ ზრდის პერიოდს, რომელიც ტაძართან არის დაკავშირებული და შემდეგ ბიბლიური გადმოცემიდან თანახმად თითოეულად ჩვენთაგანმა კარგად ვიცით ის შობის დღესასწაული, როდესაციშვა და დაიბადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლის დაბადებასაც და რომლის მოვლინებასაც სწორედად უძღვოდა წინ აი ასეთი წინაპირობები და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა გახლავთ სწორედ აი ეს დღესასწაული, რომელსაც ტაძრად მიყვანების დღესასწაულს უწოდებთ და აი ასე ვღებულობთ და როგორც უკვე ითქვა და განმეორდები, ეს არის კაცობრიობის ტაძრად მიყვანების დღე, ანუ კაცობრიობა მიდის, მიილტვის, მიისწრაფის და აი ეს გამოხატულება, ეს სულიერი გამოხატულება არის ჩადებული და განსხეულებული ამ დღესასწაულში და ჩვენც უნდა ვიქონიოთ დამოკიდებულება სწორედ ამ დღესასწაულთან, აი ასეთი სულიერი დამოკიდებულება. ამ დღესასწაულს ჩვენი დედა ეკლესიის ყველა ტაძარი აღნიშნავს საზეიმოდ და ყველა მოქმედ ტაძარში ამ დროს დაირეკება საზეიმო ზარები, აღევლინება საზეიმო ლიტურგია და უამრავი ადამიანი მივა ტაძარში და უამრავი ადამიანი კიდევ ერთხელ გაიაზრებს, გაიფიქრებს და ეცდება აი ამ სულიერი სიხარულის გათავისებას, რომელიც ამ დღესთან 3 წლის ტაძრისკენ მიმავალ მარიამთან იქნება დაკავშირებული. რაოდენ სასიხარულოა და რაოდენ ესეთი იმედის მომცემია, რომ დღეს ღვთის შეწევნით საქართველოს ეკლესია ასე თუ ისე გამართულია წელში, როგორც იტყვიან, დადგა ფეხზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის, თავისუფალი რელიგიური თვითმყოფადობა და ჩვენი ერი კვლავაცა და კვლავაც იმ პირველი საუკუნიდან მოყოლებული დღემდე და კიდევ მომავალი საუკუნები და მომავალი წლებიც არის მიმდევარი უფლისა ჩვენისა და ჩვენ არა მხოლოდ
რელიგიურ კულტურას ვატარებთ როგორც ასეთ, არამედ ჩვენ ამ რელიგიური კულტურისთვის მთელი ჩვენი ცხოვრება, წამება გავლილი ცხოვრება, ჩვენი ერის ისტორია, სწორედაც წამება გავლილი ერის ისტორია, ამას ჩვენზე უწინდა, ჩვენზე ლამაზად თვით ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა და ცნობილია მისეული ფრაზა, რომ უფალი ჯვარს ეცვა კაცობრიობისათვის, ჩვენთვის ადამიანებისათვის ჯვარს ეცვა უფალი ჩვენი და ჩვენ ქართველები ჯვარს ვეცვით უფლისა ჩვენისათვის და დიახაც ჩვენზე მოსული ბევრი განსაცდელი ჩვენი ხალხზე და ჩვენს ერზე მოსული ბევრი განსაცდელი სწორედაც დაკავშირებული იყო ჩვენს რელიგიასთან, ჩვენს ქრისტიანულ რწმენასთან და ის შემოტევები და ის ბრძოლები იყო არა მხოლოდ სოციალური და რაღაც ეკონომიური თვალსაზრისისა, რომ თქვათ ჩვენი ქონება მიეთვისებინა და ჩვენი მიწები მიეთვისებინა, არამედ იყო ბრძოლა რელიგიური თვალსაზრისითაც, რომ ჩვენი ქრისტიანობა ყელზე ადგა ძალიან ბევრ აგარიანელებს, რომლებიც არ ღებულობდნენ, ვერ ღებულობდნენ და არ იზიარებდნენ ქრისტეს მცნებას და ქრისტეს რელიგიურ კულტურას და აი ეს ქრისტეს მცნებით მაცხოვრებელი ერი დიახაც მათთვის იყო როგორც იტყვიან ბრძოლის ასპარეზი და ბრძოლის ობიექტი და ეს ბრძოლა როგორც უკვე ითქვა აარაკლდა ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში აი ამ თვითმყოფადობისთვის, ანუ ქრისტიანული თვითმყოფადობისთვის მზაობა ხდება, ემზადება კაცობრიობა აი ამ თვითმყოფადობისთვის და ამ მზაობის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულებას წარმოადგენს სწორედ ის, რომ კაცობრიობა ირჩევს უბიწო ქალწულს, რომელიც 3 წლიდან მიდის ტაძრის წიაღში და 3 წლიდან ტაძრის წიაღში არსებობს როგორც სიწმინდე დაცული, როგორც უბიწოება დაცული და ღვთისმშობელი სწორედაც აი ყველაფერი ამის გამოხატულება იყო როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ისე სიმბოლური თვალსაზრისითაც, რომ ამ რელიგიას ღვთისმშობლის სიწმინდე უდევს საფუძვლად, ღვთისმშობლის ქალწულებრივი ესეთი ამაღლებული სიწმინდე უდევს საფუძვლად და ეს სიწმინდე მარადიული და განუქარვებელია, რამე თუ ღვთისმშობელია თავად მარადიული და ღვთისმშობელია განუქარვებელი დედა და როგორც იტყვიან ესეთი ყავლგაუსვლელია მისი დედობრივი ღვაწლი წინაშე უფლისა ჩვენისა. ტაძრად მიყვანებულ ღვთისმშობელს ხვდება მოხუცებულობაში მყოფი მღვდელმთავარი ზაქარია, მისი სახელი ზაქარია, რომელსაც ესეთი სულისმიერი გონით ეძლევა ნიშანი, რომ ეს არა მხოლოდ ვიღაცა ბავშვი 3 წლის ბავშვი მოიყვანეს ტაძარში, არამედ ეს დიდი სულიერი მეოხება მოვიდა ტაძარში, დიდი სულიერი სიხარული მოვიდა ტაძარში და ამით აღფრთოვანებული მგცოვანი მღვდელმთავარი ზაქარია, რომელიც სხვათა შორის არის მამა, ხორციელი მამა ჩვენთვის ძვირფასი იოანე ნათლისმცემლისა, ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულისა და ესეთი წინამორბედისა, უფლისა ჩვენისა. აი სწორედაც ეს ზაქარია ხვდება ტაძრის კარებთან აღფრთოვანებული აი ამ ტაძრად მიყვანების ზეებით, ამ სულიერი კარნახით და სულიერი შთაგონებით აღფრთოვანებული ღვთისმშობელს აიყვანს ხელში და აი ამ 3 წლის ღვთისმშობელს მარიამ და ეს 3 წლის ღვთისმშობელი მარიამი შეყავს ტაძარში და შეყავს წმინდათა წმინდაში, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, სადაც თვით მღვდელმთავარიც კი წელიწადში ერთხელ შედის მხოლოდ და მაშინ აძლევს თავისუფლებას აი ამ წმინდათა წმინდაში შესვლისა და აი იქიდან მსახურებისა და იქიდან ლოცვისა და აი იმდენად დიდი იყო შთაგონება უფლისა ჩვენისა, რომ იგუმანა და მიიღო აზრი რა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სიდიადისა, მან გადაწყვიტა, რომ ეს 3 წლის ბავშვი შეეყვანა და ეზიარებინა წმინდათა წმინდის მართლაც წმინდათა წმინდა არეალისთვის და როგორც იტყვიან ეს ყველაფერი მისთვის
ისეთი ყოფილიყო მშობლიურ არეალად ექცია. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების შემდეგ იწყება მისი ცხოვრების ახალი ეტაპი, ცხოვრების ახალი საფეხური, ახალი წესი იწყება ცხოვრებისა და ეს არის ერთგვარი ცხოვრება მინდობილი სატაძრო ყოფაზე, სატაძრო ურთიერთობებზე და თავიდან ბოლომდე არის სასოება უფლისა ჩვენისა და აქ უნდა ითქვას, რომ ღვთისმშობელს თავისი თავი გამზადებული ჰყავდა არა მარტო აღთქმა იყო მისი მშობლებისა, ღვთისმშობლის შეწირვა და მიძღვნა უფლისთვის, არამედ ღვთისმშობელს თვითონ ღვთისმშობელს ჰყავდა გამზადებული თავისი თავის საუფლოდ და შინაგანი აღთქმა ჰქონდა დადებული იმისა, რომ ის ქალწული დარჩებოდა და სწორედ ეს ქალწულებრივი აღთქმის მატარებელი გახლდათ ღვთისმშობელი და აი საოცრება მიუხედავად იმისა, რომ მასზე აღესრულა აი ასეთი დიდი ნება უფლისა ჩვენისა ჩასახვისა, მერე აი ეს 9 თვის აი ეს მუცლად ყოფნის უფლის მუცლად ყოფნის პერიოდი, მერე შობის ბრწყინვალე შობის ნათელი დღესასწაული, საკაცობრიო დღესასწაული და მიუხედავად აი ამ პროცესების გავლისა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეკლესია აღიარებს, რომ ღვთისმშობელი იყო წმინდა და ის დარჩა წმინდად შობის შემდეგაც. ანუ ამიტომ იგი იწოდება ყოვლად წმინდა ღვთისმშობლად, რამე თუ ყოვლად წმინდა მისი დედობრივი, მისი ქალწულებრივი მდგომარეობა და აი ის მადლი და ის ფუნქციური დატვირთვა, რომელიც მას ჩვენს რელიგიურ რეალობაში და რელიგიურ ცხოვრებაში მიუძღვის, ეს არის ყოვლად წმინდა და ასეც იხსენება ყოვლად წმინდა ღვთისმშობელო შეგვეწიე და გვაცხუნენ ჩვენ. აი მიმართვის ამ ფორმაში მას მიმართავთ არა მხოლოდ როგორც წმინდას, არამედ ყოვლად წმინდის სახელით და ეს არის არა მხოლოდ ისეთი ზიაწეული და აღმატებული ტონი, არამედ რეალობის გამომხატველი და საკმაოდ საფუძვლიანი თუ შეიძლება ასე ითქვას. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ყველას უნდა უხაროდეს და ამ ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ყველა უნდა განიცდიდეს. არ არის ადვილი ჩავწვდეთ სიღრმეს უფლის ნებისა და მისი განზრახულობისა, მაგრამ თუ იქნება სასოება უფლისკენ და თუ იქნება სწრაფვა უფლისკენ, შემდეგ ეს უფლისმიერი ნებაც ცხადდება და გარკვეულწილად ადამიანს ეძლევა ეს ნება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა თვითონ ადამიანი უნდა იყოს ის, ვინც გადადგავს ფეხს უფლისკენ და რომელიც ისწრაფვის უფლისკენ გამოხატავს სწრაფვას უფლისა ჩვენისაკენ. და ღვთისმშობელთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ დიდი წმინდა მამები ღვთისმშობელს ადარებდნენ აღთქმის კიდობას. თქვენ მოგეხსენებათ ძველი აღთქმის კიდობანი, რომელიც იყო სიწმინდე, რომელიც განსაკუთრებული სიწმინდე, რომელშიც მოთავსებული იყო კვერთხი მღვდელმთავრისა, მოთავსებული იყო ის ორი ქვის ფილა, რომელიც მოსემ მიიღო როგორც მცნება, 10 ზეციური საუფლო ცნება მიიღო უფლისა ჩვენისაგან და იყო მანანა როგორც ზეციური საკვები ადამიანთათვის. აი ეს სამი საგანი სიმბოლური მნიშვნელობისა იყო კვერთხი სულიერი მეოხება იყო და ხელმწიფება, საუფლო ხელმწიფება იყო ამ კვერთხთან დაკავშირებული. მანანა იყო მარადიული პურის, ანუ საცხონებელი პურის სახე სიმბოლო და თვითონ ის ქვის ფილაქნები, რომელზეც 10 მცნება და ჩამოყალიბებული, ჩემო ბატონო, გახლდათ ის რელიგიური სული და რელიგიური კანონიკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც ადამიანებს მიეცა უფლისგან და უშუალოდ უფლისგან მიეცა, როგორც ბიბლიიდან ეს არის ცნობილი. და
აი ასეთი დიდი სიწმინდე გახლდათ ეს სიწმინდის ძველი აღთქმის კიდოვანი და ღვთისმშობელს ადარებენ სწორედაც წმინდა მამები ადარებენ ღვთის ძველი აღთქმის კიდობას რომელმაც მიიღო უფალი ჩვენი როგორც კიდობანმა მიიღო ზემოთ აღწერილი სიწმინდეები მიიღო უფალი ჩვენი რომელმაც ეს უფალი საკუთარ თავში დაივანა დაიმარხა და შესაბამისად ამისა წარმოაჩინა და მოავლინა ქვეყანაზე და აი ეს პროცესი ზუსტად უკავშირდება აი ამ წმინდა კიდობანის არსებობას და ღვთისმშობელმა შეცვალა როგორც ძველი აღთქმა შეცვალა ახალმა აღთქმამ შეიძლება ასევე ითქვას რომ ის ძველი აღთქმის კიდობანი შეცვალა ღვთისმშობელმა ანუ ახალმა კიდობანმა შეცვალა ახალი კიდობანი სულიერი კიდობანი მოეცა კაცობრიობას და ეს იყო ღვთისმშობელი და ამასთან დაკავშირებით წმინდა მამები განავრცობენ აზრს და ამბობენ შემდეგს რომ ეს არა მარტო ღვთისმშობელი უნდა იყოს არამედ თითოეული ჩვენდაგანი უნდა ვიყოთ უფლის მიმღები უფლის საკუთარ თავში დამტევნი და უფლის საკუთარ თავში დავანების შესაძლებლობის მქონე პირები და რატომ ადამიანის ამ ქვეყნად მოსვლას ანუ ადამიანის დაბადებას სხვა არაფერი აქვს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და იმაზე უფრო ღირებული რომ მან მიიღოს საკუთარ თავში და დაივანოს და დაიმარხოს საკუთარ თავში უფალი ჩვენი და აი ეს მიღება ადამიანის უპირველესი დანიშნულება უპირველესი მოვალეობაა და თუ შეიძლება ასე ითქვას ერთგვარი სულიერი გამოხატულებაა მისი ცხოვრებისა, მისი რაობისა და მისი დაბადებისა და ამ შემთხვევაში ღვთისმშობელია ყველაფერი ამის საუკეთესო სახე და მან გვიჩვენა სწორედაც აი ეს უფლის მიღების ეს პროცესი, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით ჩვენც უნდა გავიმეოროთ, ჩვენშიც უნდა შემოვიდეს რწმენა უფლისა, სიყვარული უფლისა და უნდა დავიმარხოთ და როგორც ამ კიდობანში იყო შენახული სიწმინდეები, ჩვენც უნდა შევინახოთ და ვატაროთ ეს სიწმინდეები საკუთარ თავში, საკუთარ სულში და მთელი ჩვენი ცხოვრება სწორედაც მიუძღვნათ ამ სიწმინდეების ღირსეულად ტარებას და აი ეს უნდა იყოს გამოხატულება ჩვენი ადამიანური მეობისა და ადამიანური რაობისა. აქვე უნდა ითქვას შემდეგი რომ ღვთისმშობლის არა მხოლოდ ეს დღესასწაული ტაძრად მიყვანების დღესასწაული არამედ კიდევ ორი სხვა დღესასწაული უკავშირდება საუფლო დღესასწაულების რიგს ჩემო ძვირფასებო და აი ეს მომენტიც და აი ამ საუფლო დღესასწაულებთან ღვთისმშობლის ასეთი მიმართებაც კვლავაც და კვლავაც მეტყველებს იმ დიდ მნიშვნელობაზე იმ დიდ დედობრივ ღვაწლზე რომელიც ღვთისმშობელთან არის დაკავშირებული და რომელიც ასეთი დიდი სულიერი სასუების მქონეა თითოეული ჩვენთაგანისთვის ჩვენი სატელევიზიო გადაცემა წუთისოფელი დიახაც მოწოდებულია რომ აი ამ წუთისოფელში და ამ წუთისოფლის შვილებისთვის საუბრობდეს იმ მარადიულ წუთისოფელზე და იმ მარადიულ ცხოვრებაზე, რომელსაც ეკუთვნის ჩვენი წუთისოფლისეული ყოფა და ეს წუთისოფლისეული რაობა. და აი ამ ყოფის, აი ამ მიმართების ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულებას წარმოადგენს აი ეს დღესასწაული, რომლის შესახებაც დღეს გვაქვს საუბარი და მე დარწმუნებული ვარ და ბედნიერი და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ძალიან ბევრი სწორედაც ისე შეხვდება ამ დღესასწაულს, როგორც ეს ქრისტიანს ეკადრება, როგორც უფალზე სასუებელ სულს ეკადრება, როგორც უფლის მოსიყვარულე ერის მქონე შვილს ეკადრება და აი ეს სულისკვეთება გვამოძრავებს, ეს სულისკვეთება გვალაპარაკებს ამ შემთხვევაშიც ჩემო ძვირფასებო და ამ სულისკვეთების იმედად გემშვიდობებით და
შეგახსენებთ, გახსოვდეთ ღვთისმშობლის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული, რომელიც ყოველ წელს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ 4 დეკემბერს აღინიშნება და ეს უნდა აღინიშნებოდეს არა სადღაც და არა როგორღაც ტაძრებში და ეკლესიებში, არამედ თითოეული ჩვენთაგანი სულში უნდა აღინიშნებოდეს და თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვზეიმობდეთ და უნდა დღესასწაულობდეთ ამას, რამე თუ ეს ჩვენი ზეიმია, ჩვენთვის აღსრულებული ზეიმია და ჩვენთვის მოცემული ზეიმია, რომელსაც 20 საუკუნოვანი ისტორია აქვს. თქვენ ამ გადაცემის დროს ხედავთ ხატებს, რომელიც ერთგვარ ფონად გასდევს ამ გადაცემას. ეს ხატები კვლავაც და კვლავაც გამოხატავს იმ იკონოგრაფიულ არსს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულისა, რომელშიც ზუსტად ის რეალობა აღწერილი და გამოსახული და გამოხატული, რომელიც ამ დღესასწაულთან არის დაკავშირებული. ეს ხატები, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავდებიან და სხვადასხვა ფორმისა და სხვადასხვა ფერის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვადასხვა ფერისაა, მაგრამ ის საერთო იკონოგრაფიული ხერხემალი, ანუ აზრობრივი ხერხემალი, ყველა ამ ხატს ერთი და იგივე აქვს, ყველგან არის 3 წლის ღვთისმშობელი და ყველგან არის დიდი მოლოდინი იმისა, რომ ღვთის უფალი ჩვენი უნდა მოვიდეს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში და გაცხადდეს კაცობრივი სახით და ამას წინ უძღვის სწორედაც ასეთი საზეიმო განწყობა, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას სდევს თან და აი ეს დღესასწაული გამოხატავს თან. მადლობა ყურადღებისთვის, გწამდეს და გჯეროდეს უფლისა ჩვენისა და გვიხაროდეს ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა.